საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად ინტენსიური თოვაა ფოთშიც. ქალაქის მუნიციპალიტეტში სპეციალური შტაბია შექმნილი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქალაქში ვითარება სტაბილურია. დილიდან გზების გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ცენტრალურ ქუჩებში ტექნიკური მარილი უკვე დაიყარა და როგორც შტაბში ეცხადებენ, გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. ქალაქის ყველა სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა. გუშინდელი რამოდენიმე დღის განმავლობაში უხვინალექის მოსვლიდან გამომდინარე გუშინ დაიყარა ტექნიკური მარილი, ამ დილითაც მოხდა ტექნიკური მარილის დაყრა და პერსპექტივაში ამინდის გაურევების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მარილის რეზერვი და კიდე მოხდება მარილის დაყრა ქუჩებში. აგრეთვე იწმინდება ტროტუარები. ამ დღის მდგომარეობით და ამ წუთის მდგომარეობით ქალაქში ნორმალური სიტუაცია. პარალელურად მიმდინარეობს ცენტრალური ქუჩების, პარკების, სკვერებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდა. პროცესში ჩართულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ინფრასტრუქტურა 2000-თვის თანამშრომლები. სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილია მერიაში საგანგებო შტაბი, ჩართულია მასში მერიის ყველა სამსახური, ასევე ყველა ორგანიზაცია, რომელიც არის ცენტრალური თუ ადგილობრივი დაქვემდებარების სამსახურებრივი შემხებლობის მიხედვით მობილიზებული ვართ, დილიდან ვწმინდავთ გადასასვლელ ხიდებს, პარკებს, სკვერებს, მიმდინარეობს ასევე დაზიანებული განათების აღდგენა, დაიყარა ტექნიკური მარილი, საჭიროების შემთხვევაში ცხელი ხაზი არის გახსნილი მერიაში და ვეხმარებით გავდივართ გამოძახებაზე მოსახლეობასთან. ყველას მოუწოდებ შეინარჩუნონ სიფრთხილე, ვინაიდან ყინვაა ქალაქში, გაუარესების შემთხვევაში უფრო და უფრო გაძლიერდება ჩვენი მუშაობა. ფოთში ინტენსიური თოვა გუშინ დაიწყო.